და თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში უკვე იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან განვაგრძობთ. ალექსანდრე ბარამიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამოშიდობისა ბატონო ალექსანდრე, გმადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. გამარჯობათ, მადლობთ მოწვევისთვის. ბატონო ალექსანდრე, არასამთავრობოები და ოპოზიცია შიშობენ, რომ რეფორმის შემდეგ მთავარი პროკურატურა იქნება პოლიტიზებული. დეპოლიტიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავალად კი მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის ჩართულობა მთავარი პროკურორის შერჩევის არჩევის პროცესში არის გამოსავალი. რატომ მიგაჩნიათ, რომ ამ თემის განხილვა საერთოდ არ შეიძლება? შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ პრეზიდენტი თვითონ არ არის პოლიტიკური ფიგურა და შორს არის საერთოდ პოლიტიკისგან. მოგახსენებთ და შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს ასახელებენ მათ შორის პოლიტიკური პარტიები. დღეს მოქმედი პრეზიდენტის დასახელებულია და არჩეულია კონკრეტული პოლიტიკური კოალიციის ნომინირების შემდეგ. აქედან გამომდინარე, მტკიცება იმისა, რომ თითქოს პრეზიდენტის ჩართულობა არის ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ პროცესი იყოს დეპოლიტიზირებული და საერთოდ ინსტიტუტი პროკურორის იყოს დეპოლიტიზირებული, არის უბრალოდ შეცდომა, სხვა თუ არაფერი. ბატონო ალექსანდრე, თუ არ იქნება ეს ერთადერთი შემთხვევა, ხომ შეიძლება რომ თქვა პრეზიდენტის ჩართვა იყოს კიდევ ერთი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს დეპოლიტიზაციას სხვა რგოლებთან? ისევ კონსტიტუციას უნდა მივმართოთ და ისევ უნდა ჩავიხედოთ შიგ, რათა ვნახოთ, რომ პრეზიდენტის ფუნქციები არის მკაცრად რეგლამენტირებული კონსტიტუციის მიერ და შემოიფარგლება მხოლოდ იმ უფლებამოსილებებით, რომლებსაც მას განუსაზღვრავს კონსტიტუცია. აქედან გამომდინარე, თუ კანონში ჩვენ ჩავწერთ რაღაცა სხვა ფუნქციასაც პრეზიდენტის, დაუპირისპირდებით კონსტიტუციას. ბატონო ალექსანდრე, როდესაც იგივე არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციას აქვს მოსაზრება, რომ პრეზიდენტის ჩართვა სასიკეთო იქნება რეფორმისთვის, კონსტიტუციის შეცვლა შესაძლებელია თუ საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა ასე გადაწყვეტს. რატომ არ მიმართეთ თქვა პარლამენტს ამ ინიციატივით? არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე და მათ შეიძლება რაღაცა მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ, მაგრამ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება მათ არ შეუძლიათ. ასევე ჩვენს მთავრობის წარმომადგენლებს არავითარი, ასე ვთქვათ, პროცესში, კონსტიტუციის შეცვლის პროცესში არავითარი ხელი არ აგვაქვს. ეს ხდება მხოლოდ პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების მიერ და რამდენადაც ვიცი, ამაზე ერთგვაროვანი აზრი უბრალოდ არ არსებობს. როდესაც ჩვენ ვიწყებდით რეფორმაზე მუშაობას, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რადგან კონსტიტუციის შეცვლა არის მინიმუმ, ასე ვთქვათ, ძალიან ხანგრძლივი პროცესი და ასევე რთული პროცესი, გვემოქმედა მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში და მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში შეგვედგინა ისეთი მოდელი, რომელიც პროკურატურის მაქსიმალურ დეპოლიტიზაციას, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფდა. ჩვენ ასეთი მოდელი შევიმუშავეთ კიდევაც და წარვადგინეთ საერთაშორისო ექსპერტიზაზე და განსხვავებით ზოგიერთი ექსპერტიზიდან, რომელიც საზოგადოებას უბრალოდ უმალავს სიმართლეს, მინდა მოგახსენოთ, რომ ვენეციის კომისიის და სხვა ინსტიტუტების დასკვნა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დასკვნის შემუშავებაში, არის ძალზე პოზიტიური მთლიანად მოდელის მიმართ. დასკვნა იწყება იმ სიტყვებით, რომ ასე ვთქვათ, ეს არის რეფორმა, რომელიც დგას სწორ გზაზე. ეხლა ამაზე მეტი რა შეიძლება ითქვას? ცალკეულ ინსტიტუტებზე როცა არის ლაპარაკი, იგივე საპროკურორო საბჭოზე, აქაც მისასალმებელიაო ამბობენ. თუმცა ვენეციის კომისიას აქვს შენიშვნებიც, გასულყიდვად გავრცელებული ინფორმაციით, კომისია თვლის, რომ მაინც ეს რეფორმა ვერ მოახდენს პროკურატურის სრულ დეპოლიტიზებას. არა, ეს ასე არ წერია. იქ წერია, რომ საჭიროა გარკვეული სხვა ზომების მიღებაც, რეკომენდაციები არის მოცემული და წერია საბოლოო ჯამში ის, რომ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში ეს იქნება ძალიან კარგი მოდელი. ამაზე ლაპარაკი ხა ვის ქონდა მოლოდინი, რომ თქვათ რეკომენდაციებს ვენეციის კომისია არ მოგცემდა. ჩვენ იმიტომ გავაგზავნეთ ეს პროექტი საერთაშორისო ექსპერტიზაზე, რომ მათი ავტორიტეტული რეკომენდაციები მიგვეღო. ჩვენ ვაპირებთ ძალიან ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინებას, რაც პრინციპში უზრუნველყოფს ძალიან კარგ სისტემას ჩვენთვის საქართველოში. ბატონო ალექსანდრე, რა არის ის მთავარი რეკომენდაციები თუ შეგვიძლია ეხლა დავასახელოთ, რასაც ვენეციის კომისია გვთავაზობს? გაიზრდება არაპოლიტიკური ელემენტის წარმომადგენლობა საპროკურორო საბჭოში,
დასახელებული იქნება იუსტიციის მინისტრის მიერ არა ერთი, არამედ ორი კანდიდატურა, რათა საპროკურორო საბჭომ მერე არჩევანი გააკეთოს მასზე და არის ბევრი სხვა რეკომენდაციაც, უფრო ტექნიკური ხასიათის, რაც მთლიანად პროცესს წაადგება. როდის გახდება ცნობილი კონკრეტულად რა რეკომენდაციების გაზიარებას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო? მომავალი კვირიდან. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე იმისთვის რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებებს გისურვებ.